გამარჯობა, აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. ამჯერად ვართ ბათუმის მერიასთან, სადაც გონიოელების საპროტესტო აქცია იწყება, წუთი-წუთზე განახლდება და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გონიოელები ითხოვენ საკუთრების უფლების აღიარებას. წლების განმავლობაში ეს ადამიანები მიმართავენ შესაბამის უწყებებს, თუმცა პასუხი დღემდე ვერ მიიღეს და სწორედ ამიტომ დღეს მოვიდნენ ბათუმის მერიასთან, რათა კიდევ ერთხელ გამართონ გამოფრთხილებელი აქცია. ვიდრე მათ მოსაზრებებს მოვისმენთ, მე ახლა ადგილზე ვხედავ დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს, რომელთანაც მექნება კითხვების დასმის შესაძლებლობა ვნახოთ, რას გვიპასუხებს ეს ბატონი. მოგესალმებით. ბატონო მამუკა, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ გაესაუბრეთ ახლა გონიოელებს, მათი პოზიცია მოისმინეთ, თქვენ რა უთხარით თქვენის მხრივ? მე მოვისმინე მათი პოზიცია, კი არა, პოზიციები და ზოგადად მათი სიტუაცია ძალიან დიდი ხანია, მე პირადად ვარ საქმის კურსში, მეც ადგილობრივი ვარ. გონიოელის შესაბამისად ინფორმაციის ნაკლებობა არ მქონია. რაღაც დონეზე რაღაც მიმართულებებით არის საკანონმდებლო კაზუსები, რის გამოც არ ხდება ამ მიწების რეგისტრაცია. რა აფერხებს ამ პროცესს? კერძოდ რა აფერხებს? კონკრეტულად ეხა ასე რომ ვილაპარაკოთ ძალიან ვრცელი თემაა. გვაქვს ჩვენ ამის დრო, შეგიძლიათ ისაუბროთ? არსებობს ისეთი საკითხები, რომლების მოგვარებაც როგორც ეხა პირდაპირ საუბრებიდან გამოჩნდა, მარტივად არის შესაძლებელი. მე დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ბათუმის მერის კომისია დაიწყებს განხილვებს ამ ინდივიდუალურ შემთხვევებში. დანარჩენ შემთხვევებშიც კიდევ მიმართვა არის გაკეთებული იუსტიციის სამინისტროსთან, ელოდება მერია კონკრეტულ პასუხს და შესაბამისად ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება რაღაც დონეზე უკვე ის იმ მიწებთან დაკავშირებით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც აი ამ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში რეგისტრაციაში ვერ ჩაეშვა. წლებია ითხოვენ ეს ადამიანები საკუთრების უფლების აღიარებას, რასაც ვერ მიაღწევთ, რო ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით რო ვთქვათ. ეხა მე ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი გეტყვით, აქ დაახლოებით 300 ოჯახი იყო და ოჯახების 85%-ს ეს მიწები, ანუ მიწების თემა თქვენ ძალიან დიდი ხანია იცით, 85%-ს მიწების რეგისტრაცია უკვე საკუთრებაში გადაცემულია. ესეც სასამართლო დავებისა და პროტესტის შედეგად, თქვენი ნების შედეგად არ მომხდარა ამ ადამიანების ნების შედეგად არა, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების კეთილინება იყო, რომ ხელმეორედ დაბრუნებოდა ქართული ოცნების ხელისუფლების. შემდეგ რაც ისინი ქუჩაში გამოდიოდნენ, დროს უსამართლოდ ჩამოერთვა ამ ხალხს, იმ ხალხს, ვისაც შემდგომში დაუბრუნდა. მერე ამ ხელისუფლების დროს კეთილინებით ხელმეორედ მოხდა ამ საკითხზე დაბრუნება, ამ საკითხის ხელმეორედ განხილვა. რა თქმა უნდა, მანამდე მიმდინარეობდა სასამართლო დავები, სასამართლო დავების დასრულებაც და კეთილინებამ გამოიწვია ამ ყველაფერმა ის, რომ მოსახლეობის 85%-ს უკვე რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში მიწები. სამწუხაროდ დარჩენილია რაღაც რაოდენობა ადამიანების, პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვის ჩემი მეზობლების, ვინც რაღაც მიზეზების გამო და ეს მიზეზები არ არის რაღაცა კონკრეტულად კანონიდან გამომდინარე მიზეზებია, რომლებიც რაღაც რეგულაციებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება რეგისტრაციები, მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა და შესაბამისად ველოდებით ძალიან მალე რომ რაღაც დონეზე უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება. ბატონო მამუკა, 14 წელზე აქვს საუბარი, ამ დროის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხეთ ეს ადამიანები არიან ქუჩაში? 14 წელზე არის საუბარი. თუ თქვენთვის არის კარგად ნაცნობი ეს საკითხები? ძალიან გთხოვთ, ბატონო სულხან, ძალიან გთხოვთ, ისეთ შეკითხვა დამისვათ, რომელზეც პასუხის გაცემა იქნება როგორც თქვით, ყო იცნობთ ამ თემას ძალიან კარგად. გითხარით, უმრავლეს შემთხვევაში კი არა, ძირითად შემთხვევაში საკითხები გადაწყდა დადებითად. საკუთრები შეგიძლია გადაამოწმოთ. ამ ადამიანების საკითხებს რა აჭიანურებს? გადაამოწმოთ რეგისტრაციები. განხორციელებული რეგისტრაციების შედეგობრივად და ნახოთ, რამდენი ნაკვეთი დარეგისტრირდა. არსებობს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს რაღაც გამონაკლისი, რომელსაც კომისიას არ აქვს იმის უფლება ამ საკანონმდებლო ჩარჩოს გვერდი აუაროს და დაარეგისტრიროს ეს ნაკვეთი. ანუ გასცეს თუ შემაფერხებელი ბერკეტები არსებობს, ესეც თქვენი ვალდებულებაა რომ გამოასწოროთ, რატომ ვერ შეძლებთ? მუშაობთ და ეხა შეგიძლიათ მოსახლეობასაც კითხოთ. ამ ხნის განმავლობაში
გაგვიწყვეტია მათთან კონტაქტი, უყურადღებოდ დაგვიტოვებია თუ არა ისინი. ყველა ინდივიდუალურ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნებისმიერი ინდივიდუალური საკითხი იმ დონემდე მივიყვანოთ, რომ მოქალაქეს მინიმუმ გაეცეს პასუხი. ეს არის ჩვენი ანუ აქ რაც შეიძლება მოკლედ ითქვას. ყველა მიცის რა თემასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა და უმოქმედოთ რომ არ არის მუნიციპალიტეტი რაღაც ზონეზე რომ ცდილობს რომ ეს საკანონმდებლო ჩარჩოები იმ დონეზე მიიყვანოს რომ ეს დარჩენილ მოსახლეობის მიწის რეგისტრაციები განხორციელდეს, ამაში ყველანი დარწმუნებულები. თქვენი სიტყვის საპირისპიროდ ხდება ეხლა უმოქმედოთ რომ არის თვითმმართველობა, იმიტომ მოვიდნენ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ამ ტერიტორიაზე. შეიძლება ჩათვალოს რომ უმოქმედოთ არის, მაგრამ ფაქტის სახეზეა. ფაქტის სახეზია პროტესტი გრძელდება კვლავ. სახეზეა ის რომ რეგისტრაციების უმრავლესობა განხორციელდა და დარჩენილია ისეთი საკითხები, რომლებიც იმ ჩარჩოში არ მოექცა, რომლითაც 85%-მა მიწები დაერეგისტრირა. მაშინ ბოლოს გითხარით შეჯამებისას რა ვადები გჭირდებათ რომ ეს საკითხები მოგვარდეთ? ანუ ესეც არიცით, ხო? მე რაც პირადად არ მეხება დეპუტატი ხართ, თქვენ ვალდებული ხართ უშუალოდ გადაწყვეტილებას სადაც მუნიციპალიტეტის არიღებს და არც მე აკონტროლებელი ხართ თქვენ ბატონო საკითხთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით. გითხარით სხვა უწყებებთან დაკავშირებული საკითხებია, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საკითხი არ არის მუნიციპალიტეტზე დამოკიდებული საკითხები. სხვადასხვა უწყებები. ამიტომ იმათ გადასაწყვეტ საკითხს მე ვადებს იმასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებ, რა თქმა უნდა. გასაგებია, მადლობა ბატონ მამუკა კაკაბაძეს უსმენდით, დასახლების მაჟორიტარი დეპუტატს, ქართული ოცნების დეპუტატი არის ეს ბათუმის საკრებულოში. მოდით გავაგრძელოთ უკვე ადგილობრივების მოსმენა, რა აქვთ მათ სათქმელი. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით თქვენი მოთხოვნების შესახებ. ჩემი მოთხოვნა რა არის? ლეილა შაქარაძე ვარ მე. 13 წელია მეუნებაში მუშაობდი კომუნისტების დროს. მაგ იგე ტრუდოვი კრიშკა საბუთი მაგ არ წარმომიღია მე ახლა აქა და მეოთხე ბრიგადაში ვარ. რამე პრობლემა არ არის. მოღობილი მაგ 27 წელი მიგოზი მაგ შეიძლება გადაამოწმოთ. რაღაცა რომ მივედი საბუთი 200 ლარი ერთი გადამახტები, 300 ლარი ერთი გადამახტები. სულ დამიжда ორჯერ ესე იგი შევიტანე საბუთი, გემიდა ნახაზის დრო, კიდე 200 ლარი უნდა, კიდე 300 ლარი უნდა, 1000 ლარი ფული დამიжда. და მიწები ვერ გეუფორმე. რა არის მიზეზი? თქვენ როგორ ფიქრობთ, რა აჭიანურებს ამ პროცესს, რა ვარაუდები გაქვთ, რა ახსნა გაქვთ? ვარაუდები და რაღაცა საბუთი მეითხოვე, საბუთი მოუტანე, მე ის საბუთი მეუთხოვე და ბოლოს რა ვიცი, მე ვერ ხვდები რა არის. მათ უნდა გაარკვიონ, არ მეუბნებიან. დეპუტატმა რამდენიმე წუთის წინ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ მუშაობენ აქტიურად ამ საკითხზე და გვარდება უმრავლესობის საკითხი მოგვარდაო. არა, მოგვარები როგორ არა, ფული გადავიხადე მაგალითად, ეს ფული იმას ხო არა, ახეზე ხო არ იწყვიტება, იმის როგორ ყავს ფსიქიატრი ბავშვი 19 წისა, 29 წისა. არაფერი არ მაქვს, ესე იგი, მიწა არ მაქვს რაღაცა, კი, ნიგოს ვკრებ, რაღაცა მოღობინე მაქვს, მაგრამ ის გეუფორმა საბუთი მქონდეს და ნამდვილად ჩემია ის მიწა. 13 წელი ვირიმით იმუშავე, საბუთი მაქვს ყველაფერი. დაახლოებით რამდენი ოჯახია საუბარი, ვინც დარჩა? რამდენი ოჯახია და არ ვიცი, მავილებიც ვიცი, აგე აქ მაგას ჩამოწირი, რამდენი ოჯახია მისაღებია მიწა. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მიწას. დიახ, რამდენი წელია რაც ამ საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვთ და თქვენი აზრით ამ პროცესს რა აფერხებს? 20 წელია რა 2007-დან 2000 წლიდან ეს მიწების იგია ყოველთვის მოთხოვნა, რამდენი აქცია, რამდენი რამე. ზოგის დაკმაყოფილდა 85%-ის 15% ხალხი, ვინც ვერ ირკვევდა რომ რა ხდება. ადამიანმა არ იცის ზოგმა. არ აქვს ისეთი განათლება მიღებული რომ ბლოკი რა, იგი რა არ იცის. იმიტომ სახელმწიფო ვალდებულია რომ დააკვალიონოს ადამიანი და მიცეს მიწა. აქ რისთვის მოხვედით ახლა ბათუმში? უნდა შევხვდეთ ახალ მერს. რომ რა პასუხს გაგვცემს, თუ არა აჭარის მთავრობას უნდა შევხვდეთ, რომ რასთან გვაქვს საქმე. თქვენი დასახლების დეპუტატმა თქვა, რომ უმრავლესობა საკითხებისა მოგვარდაო და ძალიან მცირე ნაწილი დარჩაო. და ბევრ საქმეში დაგვეხმარენ ამ ხელისუფლებას. არ ვემდურით, მაგრამ ყველაფერი ხომ არ იცის ამ ხელისუფლებამ რომ რა ხდება ადგილობრივი ხალხი, მერია არაკეთებს საქმეს და ხელისუფლებამ რა იცის ახლა რომ რა ხდება და რა არა. ალბათო, ერთი პარტია არის ამ ქვეყანაში და ერთი სისტემა და ერთი პოლიტიკა არის. ბევრი ვიბრძოლეთ გონიოს ხალხმა ამ ხელისუფლებისთვის იმის გამო რომ გვინდოდა მიწა მიგვიღო. სააკაშვილის დროში ყველას მიწას გაუუქმეს. მაგრამ ახლა დახმარება გვინდა კიდე. დიდი მადლობა ხელისუფლებას, ბევრი მიწა გაფორმდა.
მაგრამ ბევრიც დარჩენილია, ხომ უნდა მოგვაქციოთ ყურადღება. ციხის გარშემო დარჩენილია ხალხი საერთოდ. ლაპარაკიც არაა ამაზე. 14 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ეს ხელისუფლება არის, რომელმაც ვერ მოაგვარა ეს პრობლემები, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ დადებითად გადაწყდება ეს საკითხი. ძალიან საეჭვოა, არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე, ეგეც აღარ ვიცით. სასამართლოს ამბობენ და 3000 ლარი გლეხს საიდან აქვს რომ სასამართლოში პული შეიტანოს. რამდენი პული შეტანილი 300 და გაქრა, მიხვალ იუსტიციაში ახალი პული უნდა შემოიტანო. გაუქმდა, ვადა ამოეწურა. ვინ გააუქმა, საიდან ამეიწურა ეს ვადა? ვისა გლეხს 300 ლარზე მეტი ძლივს შეხეკა ის პულიც. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით, ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ. გვითხარით აქ რისთვის მოხვედით და კონკრეტულად თქვენი შემთხვევაა რომ აღწეროთ, რატომ ვერ მოახერხეთ საკუთრების უფლების აღიარება დღემდე. იმიტომ ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ციხესთან ახლოს 50 მეტროში ნაკვეთი. ამბობენ ციხესთან 100 მეტრო, ხან 50 ეკუთვნის ციხესო. და ამიტომ არ გვაძლევენ ჩვენ რომ დავეგერესდეთ. და რა მოლოდინი გაქვთ ამ შემთხვევაში თუ ეს დამბრკოლებერი ფაქტორი არის? ნუ არის ან ადგილმონაცვლეობა გაგვიკეთონ, ჩვენ გვინდა ადგილმონაცვლეობა გაგვიკეთონ. თუ ეკუთვნის ციხეს 50 მეტროა თუ 100 მეტრო, ვისაც იქ ნაკვეთი აქვს მოყოლილი, გაგვიკეთონ ადგილმონაცვლეობა. ამისთვის არის გვის მხარეს ცარიელი მიწები არის. მერე გარეშე პირებზე აქვენ მიცემული მიწები თავის დროზე. გარეშე პირს აძლევდნენ მიწას, როცა იქ ადგილობრივი არ იყო დაკმაყოფილებული. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. კიდევ ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი გამოვიდა ადგილზე სასაუბროთ, მოდით მოусმინოთ რა ვთქვათ სათქმელი. ეკონომიკის სამინისტროშია გადაგზავნილი პასუხი გადაგცეს, დრო გააუქმეს ამი პერიზე ელასა, აბაშიძე დარინას ზევით. ბატონ დავით, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ რისთვის გამოხვედით და რას თავაზობთ ამ ადამიანს. რისთვის გამოვედი, რომ გავეცნოთ ხალხის პრობლემას, რაში მდგომარეობს, რით შეგვიძლია დავეხმაროთ და ის რაც ჩვენ ზალებს ცდება, ჩვენ რა თქმა უნდა თუმცა ეს პრობლემა თქვენთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი არის. 14 წელია თითქმის ითხოვენ ისინი საკუთრების უფლების აღიარებას. რა აფერხებს? რაც 14 წელია იყო, ის ყველა დაკმაყოფილებულია, ეს ის კატეგორია, რომელიც ამ კანონის სრულებიდან დისკი მაქვს მე კიდო ადრე. ის ადამიანები ცხოვრობენ იქ ხომ წლების განმავლობაში? 13 წელი ყველა საკითხი გვაქვს ინდივიდუალურად შესწავლილი და ყველა მოქალაქის განცხადება გვაქვს დაკმაყოფილებული, რომელიც იმ კანონს აკმაყოფილებდა, კანონის ჩარჩოში ჯდებოდა. არის გამონაკლისები, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონის მდგომარეობას, არის იქ სახელმწიფო შენობა ნაგებობას დაკავებული, რომელიც სახელმწიფო შენობების განკარგვა აღიარების კომისიით შეუძლებელია. არის პრობლემა, რომელიც ბლოკის საკითხია და იმ ბლოკში არ არის მოქცეული, რომელიც არქივით შეიძლებოდა გაცემულიყო საკარმიდამოდ მიწის ნაკვეთი აღნიშნულ მოქალაქეებზე. ესაა ძირითადი მათი პრობლემა, რომელიც კანონში ვერ ჯდება და ამიტომ რაღაცა უნდა ერთობლივად ვიზრუნოთ, რომ ან ცვლილება შევიდეს კანონში, ან რაღაცა გარემოება მოგვარდეს. დიახ, და როდის უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, იმიტომ რომ როგორც ნახეთ, პროტესტი უკვე მოვიდა აქ, იმიტომ რომ პასუხი ვერ მიიღეს დადებითი. რა პერიოდი, რა ვადები გჭირდებათ, ან ახლა რა ტიპის პროცედურა მიმდინარეობს? ალბათ ყველას თვითონ ყველა ოჯახს ვიცნობთ და ყველა ოჯახთან შეხება გვაქვს, ყველა დღიური კომუნიკაცია გვაქვს, უბრალოდ ეს მიწა ეს არ არის რომ უცებ გასცე პასუხი შეუსწავლელად ან სხვა დაუმუშავება თუ არ შეისწავლა კომისიამ დეტალურად კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვუშაობთ ამ საკითხებზე კონკრეტულად აი კონკრეტულ ბლოკის საკითხთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ რომ მოგვარდება ეს პრობლემა და ხალხის საკმაყოფილება. ბათუმის მერთან უნდათ შეხვედრა, თქვენ შეხვედრებთ ან აქვს მას მზაობა იმისა რომ შეხვდეს ამ ადამიანებს? მოკლედ კიდევ ერთხელ რო გითხრათ ბატონ დავით, რატო ვერ ხდება ამ ეტაპზე გასაგები? დიახ, ასეთი არის ვითარება ახლა ბათუმის მერიასთან გონიოელები მართავენ საპროტესტო აქციას და ისინი წლების განმავლობაში ითხოვენ საკუთრების უფლების აღიარებას. ამ ადამიანებს წინა ხელისუფლების დროს ჩამოართვეს საკუთრება გაურკვეველი მიზეზებით და წლების განმავლობაში როგორც სასამართლოს გზით ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან მიმართვის საფუძველზე ისინი ითხოვენ საკუთრების უფლების დაბრუნებას, იმ მიწებზე უფლების აღიარებას, რომლებსაც ფლობდნენ ისტორიულად, არის მათი მამაპაპისეული ნაკვეთები და ამბობენ, რომ ვინაიდან არ აქვს საკუთრების უფლება, მათ შემდგომში უჭირთ უკვე მიწის
ფუნქციურად დატვირთვა, რადგან არ აქვთ გავაგრძელოთ კვლავ ბატონ დავითის მოსმენა, ვნახოთ რას ამბობს ის. მოსახლეობა სადაც 300 ოჯახი იყო და თითქმის ყველა დაკმაყოფილდა, დარჩა რამოდენიმე, რომელიც კანონის ფარგლებში ვერ იჯდება და საჭიროებს ცვლილებას. ამიტომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ჩვენც მუშაობთ და რა როგორ შეიძლება რომ დავეხმაროთ. ოჯახებს შორის არის ისეთები, რომლებსაც ადრე დაუკანონდათ და შემდეგ დაუკანონდათ. არის და ის გაუქმებული თითქმის ყველაზე აღდგენილია. გაუქმებული ყველა აღდგენილია, ვინცაც დაკავებულია და ვინცაც კანონის ფარგლებში სარგებლობდა და ამუშავებდა. ამიტომ ახლა ის ვინცაც სარგებლობდა, იმას არც ითხოვენ არავინ. ათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ და აქვს გიორგი ცინცაძეს იმის მზაობა, რომ ამ ადამიანებს შეხვდეს. მაგასთან დაკავშირებით ახლა ბატონ გიორგი დაკავებულია თორემ შეხვედრა აქ დილიდან, ანუ იგივე კომენტარი თქვა, კომენტარის სახით შეგვიძლია რა გეცით პასუხი, რა დამატებით ინდივიდუალურად შევხვდები ყველასთან გავივლი, ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველას ვიცნობ ახლა გადავხედე, ყველას ვიცნობ ამ მოსახლეობად, ამიტომ დაცვის ზონაშია ის ტერიტორიები, რომლების დაკანონებასაც მოსახლეობა ითხოვს, მაგრამ სასამართლოსაც აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ კონკრეტული დათქმით შეიძლებოდა დაკანონებულიყო ეს მიწის ნაკვეთები. გავნიშნე, რომ ნაკვეთის აღიარების დროს ყველა დეტალი უნდა შევისოთ ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან, სახელმწიფოდან, ეკონომიკის სამინისტროდან ერთობლივად უნდა შეჯერდეს და მივიღოთ გადაწყვეტილება. გვაქვს ოღონდ არის ჩარჩო განსაზღვრული, სადაც შეუძლებელია განკარგვა. არის იმის გარეთ თითქმის ყველა დაკმაყოფილებიდან. ახლა არის კატეგორია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობას მიაჩნია, რომ იმ ზონაში, რადგან არქეოლოგიური კვლევა არ არის ჩატარებული, რაღაც პერიოდი აქვს აღებული, რომ ამ ზონაში არ მოხდეს. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ, ეს სახელმწიფოა, კულტურული მემკვიდრეობა და შესაბამისად ეს ყველასთვის გასათვალისწინებელია. ითხოვს ამას მოსახლეობა და რა დრო დასჭირდება ამ შესწავლას, რომ მიიღონ კონკრეტული პასუხი. ისეთ რა კითხვას მისვამ, ახლა ამას მე პირადად მაგრამ ამ წუთას ვერ გაგცემ. ანუ ეს გამოკითხვით, ანუ პასუხწერილებზე პასუხის მიღების შემდგომ შეგვიძლია გავცეთ ამაზე პასუხი. ერთსაც კითხავთ, მაშინ თქვენ გექნებათ ამაზე ინფორმაცია, დაახლოებით რამდენი ოჯახის საკუთრება, ასე ვთქვათ, რომელიც არის ძეგლის დაცვის ზონაში და სწორედ აქ არის პრობლემა, რომ ზღუდავს კანონი. რაოდენობას ნამდვილად ვერ ხო, რაოდენობას ახლა მაგას არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. არა, ზოგადად და პრობლემის ხო, რამდენი ისე. წერან ზუსტად მაგი ვისაუბრე ერთი და იგივეზე პასუხის გაცემა მიწევს. ანუ პრობლემა არის, რამოდენიმე ჩამოვთვალე ის ბლოკის თემა, რომელიც საკარმი და მოდგაცემასთან დაკავშირებით გულისხმობს და ზუსტად მაგ საკითხებზე მუშაობთ. დავით კოპინაძის კომენტარს ისმენდით პირდაპირ ეთერში, ვის ჩამოვიდა ხალხთან სასაუბროთ, ვინც ახლა შემოგვერთა გეტყვით, რომ აქ ბათუმის მერიასთან იმართება გონიოელების საპროტესტო აქცია და ისინი ითხოვენ საკუთრების უფლების აღიარებას. თამაზ ბაკურიძეც არის აქ და მოდით გავესაუბროთ მას. ბატონ თამაზ, მოგესალმებით, გითხარით გონიოელების პრობლემებს კარგად იცნობთ და თქვენი აზრით რა აფერხებს ამ პროცესს, რატომ ვერ მოხდა დღემდე, რომ ამ ადამიანებს საკუთრების უფლება აღუდგინონ? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაწილი მოსახლეობის პრობლემა მოგვარებულია და საკუთრების უფლება აღიარებული აქვთ, რომელიც ადრე სააკაშვილმა გადასცა და შემდეგ ჩამოართვა, თუმცა არიან ოჯახები, აი ამ აქ ვინც არის მოსული და კიდევ ბევრმა ვერ მოახერხა მოსვლა, რომელთა საკუთრების აღიარება წლებია ვერ ხერხდება. ამბობენ, რომ ხან რა დოკუმენტი აკლია, ხან რა დოკუმენტი აკლია, მიდიან, თანხებს იხდიან, 200 ლარი, 300 ლარი, მაგრამ გაურკვევლობა მაინც დღემდე რჩება. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების და რატომღაც ამ ადამიანების ბედი ამათ არ აინტერესებს. რატომ შეიძლება არ არსებობდეს ეს პოლიტიკური ნება? არ ვიცი, ვისი რა ინტერესი აქვს, მაგრამ პირადად ვინც არის ამაზე ყველაფერზე ორგანიზაციული თვალსაზრისით პასუხისმგებელი, აგერ კი გამევიდა, მაგრამ ამათ სალაპარაკო არასდროს არ გაუთავდებათ და მიზეზები არასდროს არ დაუმთავრდებათ. რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მთავარია, რომ მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებების და ღირსების დასაცავად იბრძვიან,
უნდა ბოლოს და ბოლოს მოგვარდეს. მადლობა ბატონ თამაზ ბაკურიძის მოსაზრებას ისმენდით პირდაპირ ეთერში დავით კოპინაძესა და ადგილობრივებს შორის საუბარი მიმდინარეობს, რომელსაც მოგესმენთ პირდაპირ ეთერში. არ ხარ კომლიო? თაღა გადახდილი ყველაფერი, დამეკარგა, ითაღა დამეკარგა, ნახაზი გაკეთებული. კომლი არ ხარ თორა და გვერდი გაფორმებული აქვს. იქით, აქეთ შუაში დარჩენილი ვარ მე. თქვენი მოსაზრებით რა აფერხებს ამ პროცესს, რატომ ვერ მოახერხეთ დღემდე საკუთრების უფლების აღიარება? ეს კეთილინება უნდა იყოს მგონი სახელმწიფოს მიერ და ეს ამას ფიქრობია. და რატომ არ აღმოჩნდა კეთილინება? რა ვიცი ახლა მე ახლა როგორ ვკითხა ახლა ყველანი ვერ გავიგებდა. მაშინ აქ რისთვის მოხვედით ახლა? მაი მოვედრო შევხვდა აი დათო შევხვდა თავრობა შევხვდა და აუხსნა ჩვენი გულით კიბლე ასე ხდება და რატო ხდება ეს საკითხები. 10 წელია საბუთი მაქვს შეტანილი. მივალ მერიაში განვიხილავთ. რამე დასამატებელი საბუთი მაქვს მოსატანი? არაფერს არ მემა განვიხილავთ ქალბატონო წაბძანდი ეხლა. ვერაფრით ვერ გავიფორმე. თქვენი აზრით რატომ გაჭიანურდა? ყველას აქვს გაფორმებული. რატომ გაჭიანურდა ეს პროცესი? თქვენ რა ახსნათ? აი მაინტერესებს მეც არ ვიცი. ესაა რაიმე ინტერესი იკვეთებოდეს ვინმეს ამ მიწებზე? არაფერი ინტერესი არა მე ვარ. არა სახელმწიფოს ინტერესი ან კერძო პირის ინტერესი ვინც? არა ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველაფერი ლამაზად რა ვიცი მე. პირიქით მეუბნებიან იარე და გაიფორმე მირეკავენ და მეუბნებიან. ჩემს გვერდით მეზობლები რომ არიან ისინი უფრო წუხტებიან. გაიფორმე რატომ ვერ იფორმებო? ალბათ ვითხარით თქვენ საბა თქვენი ისტორია რატო ვერ მოახერხეთ დღემდე? რატო ვერ მოვახერხე? 2 წელიწადია და დავდივა მერიაში. დღეს ხვალ გვატყვილებენ. მითხეს კომლი არ ხარო, არქივში მოძებნეო. მოვძებნე არ არის. სამოუძებნო სად ხომ უნდა მასწავლონ საბუთის სამნახო სატარა. დღეს ხვალ მივარ კომლიო, არქივში წედიო მოვაძებნია არაა და შევჭედი მე. ახლა რა მოლოდინები გაქვთ ან რა? მომდა ევიღო საბუთი რამდენი წელიწადი მუშაობ ხომ მინდა ჩემი მიწა საბუთი ევიღო და გევიფორმო. რომ მქონდეს საბუთი. აი როცა არ არის მიწები რეგისტრაციაში და საკუთრებაში არ არის, ეს რა სირთულეებს წარმოშობს თქვენ როგორც თქვენთვის ასევე სხვებისთვის? რა ვიცი, ზოგმა ისეთები ეიღეს რომ რაც ხარ და მე რა ვიცი, მე ვერ ევიღე. 2 წელიწადია თვეში 2 მერიაში დავდივარ, თვეში 2. მადლობა. ასეთი არის ახლა ვითარება ბათუმის მერიასთან დავით კოპინაძესა და ადგილობრივების შორის არის საუბარი და აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ რომ წლებია საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვენ, რასაც ვერ მიაღწიეს და ითხოვენ კონკრეტულ პასუხს, თუმცა კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან არავინ იცის თუ როდის გადაწყდება ამ ადამიანების ბედი. საუბარი არის დაახლოებით 20-მდე ოჯახზე, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარებას წლებია ითხოვს და როგორც თავად ამბობენ, წინა ხელისუფლების დროს ჩამოართვეს ამ ადამიანებს მიწები, საკარმიდამო მიწები, რომლებსაც ისტორიულად ფლობდნენ მამაპაპისეული მიწები და ზოგიერთ მათგანზე სასამართლო დავაც კი არსებობს. რაც შეეხება სახელმწიფოს ნაწილს, ამ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა დღემდე ვერ უზრუნველყოფს საკუთრების უფლების აღიარებას, რის გამოც ამ ადამიანებს აქვთ პროტესტი და დღეს მოვიდნენ ბათუმის მერიასთან კიდევ ერთხელ რომ იქნებ დამატებითი პასუხი მიიღონ შესაბამისი უწყებებისგან. ხო, დანარჩენმა საბუთმა რამე არ ქნა ჩვენმა საბუთმა. მიიღო და ეკუთვნის. ყველას ჰქონდა ეს არენდით მიწები. ჩვენ რატო არ გვეკუთვნის? ან მონაცვლეობა მოგთონ რაღაცა შეგვიცვალო რომ ციხესთან 50 მეტრო რა ქნას ამ ხალხმა? სარგებლობის პრობლემა არაცერთ არ არის. გავიგებ, მაგრამ დროებით სარგებლობაში მოგცონ, მაინც რომ სინათლე შევყვანოთ. საკუთრებაში არა სინათლეში. აბა როგორ გავაკეთოთ? რაღაც არის და დავიცვათ ეს კანონიც და ეს ზონა. ხო, რაღაცა უნდა მაშინ მონაცვლეობა გაგვიკეთო. ეგლის მდებარე ტერიტორია არის რომელიც განსაზღვრულია და ანუ ის უნდა დავიცვა. არა, დავიცვათ, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ამ ხალხმა რა დააშავა? ყველას ჰქონდა ეს არენდა
რა იცოდა იმ კაცმა რომ ციხეთ მაგალითად აიასოფიაში ვიყავით და იქანე არის 10 მეტროში სახლები აშენებული და აკა 50 მეტროში სახე რა თუნდა 50 მეტროში ალბათ რომ გითხარით თქვენი ისტორია როგორი არის რა სიტყვა ისტორია რა აზრი აქვს რა ვიცი აბა დიდი ხანია იქ ცხოვრობ ერთი 50 წელია იქ მუშაობ რა ვიცი ყველანაირად მუშაობდი ფიზიკურადაც ისე ყველანაირად და ვარ მაგ მიწაში და რომელიც ნახაზი გავაკეთე ერთხელ გავაკეთე ორჯერ სამჯერ ამ ბოლო დროს გვითხრეს რომ დაგვირდე რომ ეს თქვენი ნაკვეთები 50 მეტროზე ჩამოვიდაო ციხიდან და ეხლა გაფორმდებაო და გავაკეთოთ კიდე ეს ნახაზები რომ გავაკეთე შევიტანე ორბელიანზე გამზადებული საბუთები მომცა აგერ ბატონმა დავითმა ხო და მივედი და იუსტიციაში რომ ჩავაბარებ არ მომივიდა ძეგლთა დაცვიდან კი მაგრამ ანალოგიური ნაკვეთი ფორმდება აი აგერ ჩემ გვერდით ნაკვეთი გაფორმდა აგერ გაფორმდა იგერ გაფორმდა ყველგან რა მარტო ჩემზე მოქმედობს ეს კანონი თუ რა არის ამდენი ხლის მაცხოვრებელი ვარ მე და უმიწო კომლი ვარ არც ერთი ის კვადრატი მიწა არ მაწერია არც ერთი უბრალოდ რაღაც თავმოყვარეობაც ხომ არის რა ადამიანში და ამდენი ხნის მაცხოვრებელი ვარ 50 წელია იქ ვარ ეხლა საქონელი მყავს, ქათამი მყავს, რა ვიცი, პირუტყვი მყავს და ვარიქა ჯერჯერობით, მაგრამ მე მინდა დაკანონება, ხო? როცა საკუთრებაში არა გაქვთ მიწა, საკუთრებაში როცა არა გაქვთ მიწა, ეს რა ტიპის პრობლემებს წარმოშობს? ძეგლთა დაცვა და ეკონომიკის სამინისტროში მივედი რამდენჯერ ერთი წელია დავდივარ, ეს მიწა ჩემს სახელზეა გაფორმებული და მე მიწევს სიარული. ხო და მეც ასაკიანი ვარ უკვე აღარ შემიძლია ამდენი სიარული ერთჯერ, ორჯერ, 100ჯერ რა ვიცი და რომ მივედი ეკონომიკის სამინისტროში ძეგლთა დაცვა ვარს გვეუბნებაო. ასე ლაეთად მეუბნებიან რაღაცა და მივალ ძეგლთა დაცვაში ჩვენო წინააღმდეგი არ ვართო ეკონომიკის სამინისტროს ზედდებაშია ეს მიწაო. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ასეთი არის შეფასებები და ადამიანების სათქმელი რასაც ისმენთ პირდაპირ ეთერში. სხვა ყველა ელაბა, სხვა. ეს მიწისა. ეს ბოდიში ხომარკიში. დიახ, ასეთი არის განწყობები ამ ადამიანების, რომლებიც შეკრებილი არიან ბათუმის მერიასთან. საუბარი არის გონიოელებზე დაახლოებით 20 ოჯახზე, რომლებსაც წლებია საკუთრების უფლება არ მიანიჭეს და ეს იწვევს ეს გარემოება იწვევს მათ უკმაყოფილებას და სწორედ ამიტომ მოვიდნენ ისინი ბათუმის მერიასთან რათა კიდევ ერთხელ მოიკითხონ თუ რა ეტაპზეა მათი საქმე. საუბარი არის გონიოს ციხის მიმდებარედ ირგვლივ ნაკვეთებზე, რომლებიც ამ დრომდე საკუთრებაში არ გადავიდა. არა მხოლოდ ამ ადამიანებს, ხვებსაც გონიოელების დიდ ნაწილს წინა ხელისუფლების დროს ჩამოართვეს მიწის ნაკვეთები, გაურკვეველი მიზეზებით და არაერთი სასამართლო დავის შედეგად, ასევე ნაწილი უკვე ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად მათ დაუკანონდათ, თუმცა დარჩა მაინც მცირე ნაწილი, ვინც ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას. ჯერჯერობით ვადები ვერ სახელდება თუ როდის გადაიჭრება ამ ადამიანების პრობლემები, თუმცა როგორც თავად განაცხადეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა საკითხზე აქტიურად მუშაობენ და ეცდებიან რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად გადაწყდეს. მადლობა რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, მადლობა ნდობისთვის გემშვიდობებით.